სახელმშვიდობისა. დღეს 27 ოქტომბერია 334 დღე გავიდა, რაც საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან არიან მოქალაქეების შეკრებილები. დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმითაც, რომ პარტია ლელომ შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვა არაკონსტიტუციურად ცნონ ქართული ოცნების პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელი კანონითაც დასაშვები ხდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პარტიების აკრძალვის შესახებ რეპრესიული კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს ლელო. დღეს საუბრობთ იმაზე, თუ გეტყვით უბრალოდ მანამდე, რომ ტრადიციულად არიან აქ ადამიანების შეკრებილები, დღეს შედარებით მცირერიცხოვანია. აქ მყოფი მოქალაქეების ოდენობა არ არის ისეთი ხალხაური, როგორც სხვა დღეებში. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ ეგუებიან ქართული ოცნების რეპრესიულ კანონებს, რეპრესიულ რეჟიმს და კვლავ გამოდიან საპროტესტო. თემურ დიასამიძეს ვხედავ, მას ვკითხავ, ბატონ თემურ, გამარჯობა. დღეს საუბრობთ პარტიების აკრძალვის შესახებ. ქართული ოცნება გეგმავს, რომ აიკრძალოს 10-მდე პოლიტიკური პარტია. ჯერ არ არის ცნობილი, რომელი პარტიებს აკრძალავენ, მაგრამ ეჭვი არსებობს, რომ ეს იქნება ნაციონალური მოძრაობა, იქნება შესაძლოა იყვნენ ყველა ის პარტია, რომელიც გამოეყო თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას და არ ვიცით რას იზამენ ლელოსთან და არსებითი მნიშვნელობა არა აქვს საბოლოო ჯამში რომელი პარტიები აიგრძალება, იმიტომ რომ ამ პროცესში რომელიც ახლა ქვეყანაშია სიმართლე გითხრათ პოლიტიკური პარტიების მნიშვნელობა რაღაც ნიველირებულია და ძალიან მცირეა შემცირებული. ჩემი აზრით გაცილებით უფრო მთავარია ის ხდებოდეს, რაც გუშინ ხდებოდა ქალაქში და ამდენ 300 დღის განმავლობაში ხდება საქართველოს ქუჩებში, განსაკუთრებით თბილისში და სხვა ქალაქებშიც, რომ პროტესტი გაგრძელდეს. ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ, ისინი არ არიან პოლიტიკურ პარტიებზე იმაგრებულები, ისინი აპროტესტებენ იმასაც ქვეყანაში თუ გადახდება, ამიტომაც არის ეს პროტესტი განსაკუთრებული, რაც ქუჩაში არის, რომ რეალურად ამას ორგანიზატორი არ ყავს. ეს ხალხის პროტესტი არის რეალურად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისევ ამის გაგრძელებით საბოლოო ჯამში ის საზოგადოება, რომელიც მინისტრების დასავლეთისკენ და მინისტრების იმიღრებულებისკენ, რაც გაცხადებული იყო საქართველოში ოდითგანვე, ანუ ჩვენ გვინდა რომ დემოკრატიული ქვეყანა ვიყოთ და ასე შემდეგ, ვფიქრობ ქუჩიდან იქნება საბოლოო ჯამში ეს მიღწეული. ამიტომ მთავარია, რომ ეს პროცესი გრძელდებოდეს. პარტიების აკრძალვაზე რასაკურველია, ხო, კარგი როგორ უნდა თქვა, ქვეყანაში სადაც პოლიტიკური პარტიები იკრძალება, თამითომეტის ამ რაოდენობით და ესეთი დევნა ხდება, როგორც ბოლო თვეების განმავლობაში შეგვიძლია ფაქტობრივად ყოველდღე ვიხილოთ. ამაზე კარგს ვერაფერს ვერ იტყვი, მხოლოდ ცუდი არის ქვეყნისთვის, ყველასთვის, ყველა მოქალაქისთვის. არა აქვს მნიშვნელობა ის ოპოზიციონერია თუ ხელისუფლების მხარდამჭერია, ეს რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ყველასთვის ძალიან ცუდია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს სავარაუდოდ მოხდება კიდევაც, სავარაუდოდ შეიძლება უფრო მეტი პარტიაც აკრძალონ მომავალში და არა 10-ზე არ გაჩერდნენ, მაგრამ თავარი ამ ეტაპზე რაც სავარაუდოდ სულიერს მოიტანს და მჯერა რომ სულიერს მოიტანს, არის პროტესტი, რომელიც ქუჩაშია, ხალხის პროტესტი და მე ვიმედოვნებ და მჯერა იმის, რომ ეს ასე გაგრძელდება და ეს მოიტანს სწორედ იმ შედეგს, რომელიც მოიტანს რეალურ არჩევნებს, სამართლიან არჩევნებს და ამ არჩევნებში უკვე პარტიების მონაწილეობა იქნება მნიშვნელოვანი რასაკურველია. მაგრამ დროისთვის ალბათ უკვე გვეცოდინება საით მივიდივართ, როგორ მივიდივართ, რა ცვლილებები იგეგმება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ყველას მოუწოდებ, რომ ეს მოუწოდებ ჩემი მოწოდება არ კიდევა იმ ადამიანებს ისაც უკვე 300 დღე გაგიგანა, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ამ მათ პროტესტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა მოქალაქისთვის აქვს განურჩევად იმისა, რომელი პარტიის მხარდამჭერები არიან, ან შეიძლება არც ერთი მხარდამჭერები არ არიან და ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოს მომავალს მნიშვნელობა აქვს, ვფიქრობ ეს პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა გახდეს. გუშინ იყო მრავალრიცხოვანი აქცია, მასშტაბური, მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი ბოლო დღეებში, განსაკუთრებით 11 ოქტომბრის მერე ჩვენ ნახეთ რეპრესიული მექანიზმი როგორ ამუშავდა, ათასობით ადამიანი გუშინ გამოვიდა და თქვა, რომ გადადგეს რეჟიმი. გუშინდელმა დღემ თქვენში როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეში რა
იმედი გააღვიძა ანუ ბევრი იყო გასული თვეების განმავლობაში და ხალხი ხან ბევრი ხდება ხან ცოტა. თავარია რომ ეს გრძელდება და ყოველთვის ვიცით რომ ადამიანები თუნდაც იმ დღესად არ გამოვიდნენ აქციაზე, მაგრამ არის ადამიანებში ეს პროტესტი და ხვდებიან ისინი რომ ქვეყანა თუ გინდა რომ ნორმალური მიმართულებით განვითარდეს, ამას რაც ყოველდღიურად ხდება, არ უნდა შევეგუოთ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ბევრი ხდება, ზოგჯერ ნაკლები იქნება. გულშემატკივარი ხალხმრავლობა იმის მაჩვენებელი იყო მხოლოდ რომ ხაზი გაესვა იმას რომ ადამიანები ამას არ შეეგუებიან. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა რთულია, ზოგი ციხეში ჯდება რამდენიმე დღით, ზოგი თვეებით, ზოგი წლები და უკვე მიჯილი ფინანსური სასჯელი და ასე შემდეგ უამრავი რაღაცა, რაც რა თქმა უნდა ადამიანებისთვის ადვილი გადასატანი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა ხალხი ქუჩაში გამოდის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პროტესტს ქუჩაში აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ხალხიც ამას ხვდება, ყველა ხვდებით ამას და მე ვფიქრობ, რომ ეს გაგრძელება და სწორედ ეს მოიტანს შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, აიგზავნო შეიძლება პარტიები და ასე შემდეგ. ფიზიკის კანონია F-ს -6. იქიდან რაზალითაც აწყვებიან, აქედანაც იგივე წინააღმდეგობას იღებენ საბოლოო ჯამში და ვფიქრობ, რომ ეს წინააღმდეგობა დაძლევს იმ ბარიერებს და იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა დაბურ ეთერში უსმენდით თემუდი ასამიძეს. დღეს ასევე საინტერესო რაღაცა გახდა ცნობილი. ეს არის აჭარის მთავრობის სახლი და როგორც ბათუმელებმა გაარკვია, უბრალოდ მთავრობის დადგენილება ვნახეთ და ამ დადგენილების მიხედვით იზრდება სულხან თამაზაშვილის და დავით გაბაიძის ხელფასი 13,600 ლარამდე იქნება მთავრობის მეთაურობის ხელფასები. ესე იგი სულხან თამაზაშვილი არის აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე და დავით გაბაიძე არის აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ეს ორი ასე ვთქვათ თანამდებობა არალეგიტიმური გახდა 1 წლის წინ ჩატარებული საპარლამენტო და მათ შორის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგად. ამ შედეგების ამ არჩევნების შედეგს არ აღიარებს ოპოზიცია და არ აღიარებს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ისინი თვლიან, რომ ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, ასევე საქართველოს აჭარის უმაღლესი საბჭოც არის არალეგიტიმური. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ნიშნავს აჭარის უმაღლესი საბჭო, ანუ დავით გაბაიძე არის, ასე ვთქვათ, თამაზაშვილის ზემდგომი, შეიძლება ესე ითქვას და შესაბამისად აქედან გამომდინარე სულხან თამაზაშვილიც მიჩნეულია როგორც აჭარის მთავრობის არალეგიტიმური თავმჯდომარე და როგორც უკვე გითხარით 2026 წლიდან მათი ხელფასები, ამ ორი ადამიანის ხელფასი იქნება 13,600 ლარი, აქამდე იღებდა 12,400 ლარს თითოეული, თუმცა ეს ხელფასები გაიზრდება. ეს არის მონაცემები საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონ პროექტიდან. ვართ ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც როგორც გითხარით საქართველოს მოქალაქეები ტრადიციულად აპროტესტებენ ასლან ჭანიძეს ვხედავ, რომელსაც კითხავ, გამარჯობათ ბატონო ასლან. უნდა გკითხოთ აპირებენ პარტიების საკრძალვას
რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? ის რომ დღევანდელ ხელისუფლებას, ანუ არალეგიტიმურ მთავრობას, არავითარი სურვილი არ გააჩნია, რომ ოპონენტი ყავდეს, ეგ ფაქტია, იმიტომ მათთვის ოპონენტები არიან სატელიტი მათი პოლიტიკური პარტიები და გონგო ორგანიზაციები და პროპაგანდისტული მედია საშუალებები, ხო? ანუ ეს პარტია და ეს ხელისუფლება, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, გახსოვს ჩამოაყენოს იგივე სისტემა, როგორც რუსეთია, ანუ კრიტიკა იყოს მხოლოდ შეთანხმებული, ინფორმაციები მხოლოდ შეთანხმებული, როდესაც იმედზე და რუსთავიორზე გადის, ან საზოგადოებრივ მოწყობილზე საინფორმაციო სიუჟეტი და სიტყვა-სიტყვის წამყანები ერთი და იგივე ტექსტს კითხულობენ, ესეთი სურვილი აქვთ, იმიტომ რომ არ ვიცი, ქვეყანაში რომ დემოკრატია აღარ არსებობს, თვითონაც არ ამგონია დემოკრატიულობაზე საუბრობენ. მანამდე ჰქონდათ ცდილობა, რომ რაღაცა დემოკრატია, დემოკრატიული ხელისუფლება, თუ ესეთ სტილში აპირებენ გაკეთებას, მაშინ საკუთარ პარტიასაც უნდა მიადგენ, იმიტომ რომ პორტირებული ნაციონალ მოძრაობის წევრები მრავლად ყავენ მათ პარტიაში, რომელიც თავის დროზე არანაკლებ დანაშაულებს იდენდნენ, უბრალოდ პორტირება მოახდინენ და დღეს სხვა ღმერთი ყავს და სხვა ღმერთს ეგნადებს უმღერიან, მაგრამ ამ ხალხმაც უნდა იცოდეს იგივე დაემართებაც, რაც ღარიბაშვილი და სხვა ძვანა მისი, რომელიც დღეს დაჭერილი არიან და აი აგერ რა ვიცი აღიარა და ეს აღიარება ჩვენ არ მოგვისმენია და რასაც ეტყვიან ყველაფერს იმას გააკეთეთ. ყველაფერს აღიარებს. მე დავწერე Facebook-ში, ალბათ ამ ხანაგურ სასამართლოებსაც გამართავენ ბოლოს, რომ გაკიცხონ და ვიღაცა ჩვენ ვხედავთ, აი რადგან კორუფციაზე საუბრობთ, ჩვენ ვხედავთ ყოველდღე სხვადასხვა ძალიან მაღალი თანამდებობის პირებს. ამ შემთხვევაში გულისხმობს აგენტობის ხელმძღვანელებს, სხვადასხვა სახელმწიფო პროექტში ჩართულ პირებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს განკარგავდნენ, მათ ან პროკურატურა აკავებს, ან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ანუ ჩვენ ნახეთ, რომ კორუფცია იყო არა მხოლოდ მაღალ რგოლში, არამედ დაბალ რგოლებშიც. ეს არის სხვადასხვა სააგენტოს დონეზე. როდესაც ამ დონის და ამ ფორმით და ამ ხელა კორუფცია, როგორ შეუძლია ქართულ ოცნებას ილაპარაკოს წარმატებული მმართველობის 13 წელზე, მშვიდობაზე და სტაბილურობაზე? ეს სისტემა შექმნა ბიზინა ივანიშვილმა. ანუ მართლის ეს სისტემა შექმნა ბიზინა ივანიშვილმა, შესაბამისად მანაა პასუხისმგებელი და მან უდგას ამ სისტემას სათავეში. იმის ძახილი, რომ დღეს, არ ვიცი, არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი, ან იგივე მინისტრები, სისხლმძღვანელი, ან სხვა შინაგან საქმეთა ამ ადამიანებზე იფიცებოდნენ და იძახდნენ, მე მახსოვს მათი განცხადება, აღსკვია ჩვენი რომელიმე თანამდებობის პირი ვარსაი. როდესაც ამ ხალხის კორუფციაზე მედია საშუალებები საუბრობენ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები თავის კვლევებში მიუთითებდნენ, რომ ეს ადამიანები ანომალიურად დიდდებოდნენ, ამაზე საუბრობდნენ, რომ თქვენ ხართ მოსყიდულები, თქვენ ხართ რა ვიცი აგენტები და დღეს აღმოჩნდა, რომ ესენი ყველა იყვნენ კორუფციაში ჩართული, იმიტომ რომ ვიღაცები შვილებს აფრინებდნენ, გადააფრენდნენ კერძო თვითმფრინავებით, რა ვიცი, ამერიკაში, შეერთებულ შტატებში ვიღაცა 500,000 ვილებს ხიდულობდნენ და ამაზე საუბრობდნენ, იმიტომ რომ ნახევარი ბიუჯეტი ხელზე ეკეთათ საათის სახით. დღეს გვეუბნებიან, იცით რა, ჩვენ კორუფციას არ ემჩვიან. ეს არის ჩვენება იმისა, რომ რაღაც პერიოდში ვიღაცების დაჭერას დაიწყებენ კიდევ და აბსურდული ბრალდებებით, იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ პოლიტპატიმრები ყავთ და ეს პოლიტპატიმრები უკვე აღარ ყოფნით იზოლატორებით. შემდეგ იტყვიან, აი ხო ხედავ ჩვენიანებს ვაკავებთ. ის ხალხი დღესაც ვინც არის ხელისუფლებაში დეპუტატებს გადახედოთ, თითო როლა მე მგონი იქა ძალიან ბევრი ფაქტი აღმოჩნდება, იმიტომ ჩვენ ხო დეპუტატები არ აყვავთ, ჩვენ ვყავთ ბიზნესმენები. არალეგიტიმურ პარლამენტში, ხო? რომელიც ანომალიურად ბევრი მილიონერია სხვათა შორის. ბატონო, რომელიც 2011 წელს სოციალურ დახმარებას ღებულობდნენ და ამაზე საუბრობდნენ ჟურნალისტები. აი ეს კაცი უკვე დაჭერილია, როგორც სუსის ყოფილ უფროს გასაგებია, მოადგილეს. გასაგებია, მაგრამ ადამიანები, რომელსაც ცხოვრებაში ღირებული არ გაუკეთებიან, გარდა იმისა, რომ ჯერ
მიხეილ სააკაშვილის ხოტბასაც ხამდნენ და მიკნელობდნენ და ახლა ბიძინა კი გივი მიქანაძე თუნდაც რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაში იყო საპრობილეს მაშინ მეორე იყო მონიტორინგ ჯგუფში და დასკვნებ წერდის ხალხაშვილის ბათუმელების რედაქტორიც ერთ-ერთ ტურაძე იყო და დასკვნებ წერდით როგორ არადამიანი პირობებში იმყოფებოდა დღეს განათლების მინისტრია გივი მიქანაძე ეს იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ეს ყველა დასკვნა მის ხელში ვარდებოდა და იქა და ერთ დღეს დაგვიკეტეს ციხის კარები და აღარ შეგვიშვეს იმიტომ ჩვენი დასკვნების კითხვა არც ამოგვიდე როდესაც ვამბობდით რომ იყო არაადამიანური პირობები იმიტომ 10 ლოგინზე იყო 100 კაც დღეს ტრაბახობენ იმაზე რომ აუ კომფორტული ციხეები გვაქვს და გუშინ სიუჟეტი იყო როგორ ეს რა ვიცი შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ხელისუფლების ისრაელში ჩასულია და აჩვენებდნენ ისრაელის ციხეებში ტერორისტებს როგორ ექცევან ალბათ გვამზადებენ იმისათვის რომ ტერორისტებს არ ვიტყოდი როგორც მახსოვს არა მათი ნათქვამით ეს არიყვენ ტერორისტები ანუ ამის ჩვენება რა რომ მათ ჩვენებ რა პირობებს ჩავდგეთ ეს ადამიანები დღეს ვინც დაკავებულები არიან ყველა ესენი არანაირ როგორ გითხრათ იცი არანაირ წუხარებას არ იწვევს შემში რომ ეს ადამიანები დაკავებული არიან იმიტომ მათ შექმნეს ეს სისტემა მათ იყვენ ამ სისტემების სათავეში ეს სასამართლოც ეს პოლიციაც ეს პროკურატურაც მათი დაფუძნებულია მათი გაკეთებულია მათი ესეთი გააძლიერეს არაკანონიურად დღეს არიან ამ სისტემის წევრები ერთადერთი რასაც ვიზახი ყოველთვის ის არის რომ ამ სასამართლოს პირობებში არანაირი განცდა არ მაქვს იმისა რომ სამართლიანად დაისჯებიან იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ მილიონიანი მაგალითად ღარიბაშვილი ხო გირაო მილიონი ადამიანმა რომელიც არ ვიცი გაძარცვა ეს ქვეყანა და ოქროს ზოდები და გვაჩვენა და დღეს მეუბნებიან ვიცი მილიონიანი გირაო საფუძველზე გავანთავისუფლეთ ხო მაგრამ იგივე მზია ამაღლობელი რომელიც სილა გააცნო დამსახევრებულად იმ მოძალადე პოლიციას იმაზე გირაოზე არ დათანხმდნენ რომ გაიქცევა ახლა რაღაცა უცნაური თვითონაც უნდა ხდებოდნენ რომ სისულელებსაც კი არიდენენ დასაცინად ხდიან საკუთარ თავს იმიტომ როდესაც შენ პირბადის გამო ადამიანს იჭერ და საპრობილეში უშვებ ან იზოლატორში არა და როდესაც აგერ მილიონების პრობლემები მე მგონი ალბათ მილიონის გარდა სხვა თანხები უნდა კიდევ მიიტანოს ბატონმა ღარიბაშვილმა იმიტომ ყველა იმ ჭორში თუ განცხადებაში რომელსაც აკეთებენ ტელევიზიით სიმართლე არის იმიტომ რომ ეს კაცი იპარავდა და არ ამგონია სად უნდა ნახოს ეს მილიონი სად უნდა ნახოს ეს მილიონი ანუ გამოდის რომ ეს მილიონია რა ვიცი და ამ ღარიბაშვილმა სასწრაფოდ უნდა ნახონ როგორ დარჩენ მარტო იმიტომ ყველა ვნახეთ მათ შორის აჭარაში როგორ სვიდნენ საკუთარ Facebook-ებიდან ფოტოებს როდესაც თორნიკელი ჟვაძე ჩავარდა განსაცდელში მილიონი დღესვე ფოტოები წაშალეს დღეს ვინმე გამოვიდა მისე მეგობარი და ვინმე ხარდაჭერი განცხადება გააკეთა ესე არის ღარიბაში არანაირი შემდობას არ იმსახურებს ეს ადამიანი იმიტომ მათ არიან იმ სისტემის შემქმნელები რომელიც გამო ჩვენ დღეს ვართ აი ამ დღეში და რაც შეეხება პარტიების გაუქმებას არ შეუშვით არაფერი იმიტომ საკონსტიტუციო სასამართლო ჯიბის სასამართლოა საკონსტიტუციო ჩვენც ხლა საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა კრიტიკულ მომენტში რა გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი მათი მიერ და შეტანილი სარჩელები იგივე რუსულ კანონთან დაკავშირებით ჯერ განხილვაც არ დაუწყია აი დარწმუნებული ვარ იმასთან პარტიებთან დაკავშირებით შეიტანა ერთ კვირაში მოიტავებენ მაგრამ ერთი რამე გაიგო ახალ რომ პოლიტიკური პარტიის არსებობა თუ არა არ ნიშნავს იმას იარსებებს თუ არა არ ნიშნავს იმას რომ პროტესტი გაჩერდება აქ ხო უმეტესობა ვინც დგას ხო არც ერთი პოლიტიკური პარტიის აპარტიული ხალხია მე არა ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და ბევრი შეიძლება კითხვა მაქვს მაგრამ იმ პოლიტიკური პარტიები თავის დასკვნებს გააკეთებენ მაგრამ ჩვენ ხო აპარტიულები ვართ და ჩვენ ხო არ ვიძვით იმისათვის რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია მოვიდეს ძალაუფლება ჩვენ გვინდა სამართლიანი სახელმწიფო რაც შეიცავს
რამოდენიმე ხო? ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, სასამართლო უნდა იყოს სამართლიანი, სამართალდამცავ ორგანოებს მე უნდა მიცავდნენ და არ უნდა იყოს იმით გაკავებული, რომ რაღაცა ბრალდებები მოიგონონ და გაუშვან ციხეში. ხვალე თქვენ შეიძლება დაგაბრალოთ, ლულში ბოლოს კურდობის ფაქტი იტყვიან, როგორც ზიას აბრალებდნენ, რომ რაღაცა მესიჯებს ღებულობდა ტელეფონშიო და იმით იქცეოდა და ეს ვერ დაამტკიცეს და როდესაც ზიას პრიზი მიცეს, რასაც ულოცავ მარტო ზიას კი არა, თელ ქართულ მედიას, იმიტომ სახაროვის ჯილდოს. ხო, ეს კავკასიაში პირველად მოხდა ეგეთი რაღაცა, რომ სახაროვის პრემია მიიღო და ამაზეც კი იძახიან, ამით დამტკიცდა, რომ დავალებებს ასრულებდნენ. აი, მე არ ვიცი. ვიღაცა შეიძლება მათ პარტიაში, ან რა ვიცი, პაპუაშვილს, ან კობახიძე მეგობარი ყავდეს, ან ოჯახის წევრი ყავდეს და უთხრას, რომ ყველაფერს რო ამბობ, ის ხო ისტორიაში რჩება. ხვალე ხო მათ შვილებს კითხავენ, რომ აი თქვენი, რა ვიცი, შობელი, ბაბუა, ბებია, აი ამას რო ამბობდა, რა განცდა გიჩნდება. არ უბრალოდ იმ ხალხს შეცხვება მომავალში თქვა, რომ ესენი იყვნენ ჩემი წინაპრები. როგორც ორჯონიკიძეს სასაფლაო ააფეთქეს, ხო, 90-იანებში არ მინდა ესეთი ბედიელიოს, მე მინდა რომ ყველა აი ამ ხალხმა სამართლიან სასამართლოს პირობებში მიიღოს ის სასჯელი, რაც ეკუთვნის. კორუფციის გამო, სახელმწიფოს ღალატი თუ იყო, სახელმწიფოს გამო, ღალატის გამო, სახელმწიფო ინტერესებს არ ვიცი, ყველაფერს აქვს საზღვარი რა. ვის არ წმუნებენ საკუთარ ხარდაჭერების არ ჯერავენ, იმიტომ რომ ხტებიან ქუჩაში და ეკითხები თავს უნავენ, მათაც წვენიან უკვე. უბრალოდ რა იცი, ადამიანებში უკვე იმდენად ჩიშია და მონობაა გამჟღარი, რომ იმათაც არაფერი არ ეშველება, ყველას დამკვირვებელი ეს ხალხია ხარდაჭერი, რომელიც ხმას არიდებს და ცდილობს, რომ ხვალე შეიცვლება რაღაცა და ეგრევე გადმოხტები. აღარ აპატიებს ხალხი, იმიტომ სიჩუმეც უკვე დანაშაულია. და ციფრულ ეპოქაში ყველაფერი აი რაც არ უნდა უფრო მარტივად დასამახსოვრებელია. უმაღლეს საბჭოში რომ მომუშავე ხალხი რომ სლიდა ფოტოებს, რაც არ უნდა შალოს. ეს ხო დარჩა მეხსიერება. უბრალოდ ხვალე რომ ქუჩაში გავა და მე ყოველთვის ვიძახიეთ რამეს, ჩემი მშობელი ამბობდა მამა, რომ მე ისე ვიცხოვე, რომ ზურგში არავინ არ შეგაფურთხეს, მათაც უნდა დაფიქრდე. შეიძლება მათ შემახ ქუჩაში არ დაუწყოს, მაგრამ მათი შვილები რო გაივლის, ყველას ეკრება ნეგატიური რეაქცია. შეიძლება ქუჩაში არ შეაგინონ, არ galangon და არც იქნება სწორი, მაგრამ არავის შეეცდება, არავის საქმე არ დაიჭიროს, იმიტომ მათმა მშობლებმა ისეთი რაღაცები გააკეთეს, რომ საზოგადოებისთვის ეს კი მიუღებელია არა. ეს უკვე აუტანელია. ალბათ იმ მშობლებას და დადასტურმა შვილებმაც უნდა უთხრა, რომ საზღვარი არსებობს, მაგრამ რა გითხრა და რა ვიცი, ქართული ოცნების დეპუტატის შვილზე, რა ვიცი, გიჟი დააბრალეს და მისმა მშობელმა ხმა არ ამოიღო. 37 წელი მონაგონი იქნება აგენის ხელში რა. მადლობა, ეს იყო ასლან ჭანიძე. დღეს 334 დღეა, რაც უწყვეტი პროტესტი არის საქართველოში.